ეს ხატი არის საკვირველ მოქმედი და სასწავლო მოქმედი, ათონზე უამრავი სასწაული გადახვდა თავს. არის ხატის სასწავლო მოქმედი, არის სწრაფშემსმენელი ძალიან. ის არის გზის მაჩვენებელი. ეს ისტორია იწყება 2014 წლის აპრილში. ხარებოდ რომ გათენდა დილას, ჩაქუთვლი მოსაც არ ქვია, იმ დროს არ გძინავს პრაქტიკულად. და ესეთ რაღაც ნახე რომ მომესმა დედაჩემის დაძახება, რომ ზურა-ზურა იძახდა და ხმაურზე გავედი რა ხდებოდა, როდესაც შევედი სასტუმრო ოთახში. ფანჯრის წინ ჰაერში იყო ასე ვთქვათ დაკიდული ივერის ღვთისმშობლის დედა ხატი, რომელიც არის ათონზე. აი ამ სიზმარში ხდება ის, რომ მოდის გიორგი თითქოს ჩვენ სახლში და შემდეგ როდესაც ხატს შევეხეთ, ეს ხატი დაგვემორჩილა ხელში და ჩამოვაბრძანეთ და დავაბრძანეთ სახლში. ამის შემდეგ გავიდა გარკვეული პერიოდი. გამოჩნდნენ ვიღაცა ადამიანებსაც გიორგის უთხრეს, რომ მაგალითად აი არ გინდათ წახვიდეთ ათონზე და მოილოცოთ. მოვიდა ესეთი აზრი გულშიც, თავშიც, არ ვიცი როგორ ხდება ალბათ ხო ღვთის განგებულებით, რომ ხატი უნდა შექმნილიყო, რომელსაც წავაბრძანებდით ჩვენ ათონზე, ანუ ივერის ღვთისმშობლის ხატი. ამ ხატით მოვილოცავდით მთელ ათონს და აი ამ ხატითვე დავბრუნებოდით საქართველოში. როდესაც ჩვენ ეს ხატი ვნახეთ, ფაქტიურად ულამაზესი არის, ძალიან კანონიკურად შესრულებული ყველაფერი და მივხვდით, რომ ეს ხატი უნდა წაბრძანებულიყო ათონზე. გაჩნდა შიში ათონზე წასვლის, იმიტომ რომ რთულია იქ მონასტრული ცხოვრება, როდესაც ერისკაცი ხარ. ერთადერთი თავში რაც მომევიდა იყო ის, რომ როდესაც მივედით მამა გაბრიელის ლუსკუმასთან, სადაც იყო ხატით დაბრძანებული, ვუთხარი რომ მამა გაბრიელი ძალიან მეშინია მეთქი წასვლა და შენ ჩვენთან ერთად უნდა წამოხვიდე. გზაში ყოველთვის ჩვენს გვერდზე იყო ადგილი ტრანსპორტში, სადაც კი მინდა შიდა ტრანსპორტშიც კი, როდესაც მგზავრობდით ერთი ზედმეტი სასტუმროებში, სადაც კი ჩვენ ვიყავით, ყოველთვის ჰქონდა ერთი ზედმეტი საწოლი. ათონის მონასტრებში, სადაც ყველაფერი არის ძალიან დეტალურად განსაზღვრული, იქ იყო ყოველთვის კელი აქ ჰქონდა ზედმეტი საწოლი. ვატოპედის მონასტრიდან დაიწყო ის საკვირველებები, რაც გადახვდა თავს. სასწაულებრივად აღმოაჩინეთ მამა გაბრიელის ხატი, რომელიც არც შეგვიძენია. კითხეთ იქ ქართულ ბერებს, თუ ჰქონდათ მამა გაბრიელის ხატი საერთოდ ათონზე. და გითხრეს, რომ არა, მამა გაბრიელის ხატი არ გვაქვსო და დავუტოვეთ. ივერონის გზაზე ყეზე გასავლელია. და ამ ტყეში დავიკარგეთ ჩვენ. მოხდა ესეთ სასწაული, რომ მოჩნდა ძაღლი. ეს ძაღლი მოვიდა ჯერ ჩემთან, ხატი მე მქონდა ხელში, ორ თათზე დადგა და ორი თათი დაადო ხატს და დრუნჩი მიადო ხატს. თითქოს კურთხევა იყო. შემდეგ ზურასთან მივიდა და ზურამ ამ დროს თქვა, რომ ეს ძაღლი ჩაგვიყვანს ივერონშიო და ქართულად უთხრა, რომ წაგვიყვანა ივერონში. და ეს ძაღლი მიგვიძღვებოდა წინ 2 საათი დაახლოებით გვატარა ივერონის კარებამდე ჩაგვიყვანა. ძალიან გვაინტერესებდა ეს ძაღლი საერთოდ ივერონის მონასტრის იყო თუ რომელი მონასტრის ძაღლი იყო. ივერონის ბერი მოგვიწყეს, რომ არა, ჩვენ ესეთი ძაღლი არ ყავს. თელ ათონზე ვკითხულობდით ამ ძაღლის შესახებ, იმიტომ რომ როგორც კი ივერონის კარებამდე ჩაგვიყვანა, ეს ძაღლი გაქრა. ივერონში სწორედ იყო ძალიან ემოციური ჩვენთვის. ჩვენი ხატი, ანუ დედოფალი გადავერცი ხატის ცულს, რათა მას წაეკითხა ლოცვა, რომელი ლოცვას იკითხება სპეციალურად იმისათვის, რომ ასლი, ანუ კანონიკური ასლი იყოს, ხატის პირ დააბრძანა, მახსოვს რომ მივედი ხატთან, გავაკეთე დიდი მეტანია, მუხლი მოვიყარე და მე მახსოვს რომ რაღაცა ძალიან ამეტი რა სისკარზე ხატი დედოფალი ჩავაბრძანეთ, ანუ ივერთა მონასტრიდან ზღვის სანაპიროზე, სადაც გაბრიელმა გამოაბრძანა ივერის ღვთისმშობელი, სადაც საკვირველ მოქმედო წყარო ამოხეთქა, საიდანაც საერთოდ სამყარომ ეს ხატი იხილა. თვითონ დედოფალის სახელიც იქიდან მოდის, როდესაც ხედავდნენ ხატს, მას უწოდებდნენ ისინი დედოფალს და ჩვენც ესე ვიფიქრეთ, რომ ვინაიდან თავად ადამიანები უწოდებენ, თავად ხალხი უწოდებს მას დედოფალს, მოდი ასე ვუწოდოთ ჩვენც. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ხატი პირველად მივაბრძანეთ უწმინდესთან. უწმინდესმა მოილოცა ეს ხატი. ამ ხატის გამოჩენა არის ძალიან კარგი ნიშანიო.
და მოგცა კურთხევა, რომ ეს ხატი დარჩენილიყო ჩვენთან. ჩვენ დაგვადგინა ესე ვთქვათ ამ ხატის ცვლილებად. ეს უკვე სამებაშია დაბრძანებული და ხედავთ უამრავი ხალხი მოდის.